ჩვენი იდეისთვის ვაკეთებთ ამას. დღეს შეგვიძლია 100 კილომეტრი ფეხით გავიაროთ იდეისთვის. პოლიციელს კითხე, ხომ არ გონიათ რომ გიჟები ვართ თქო და მითხრა რომ არ გგონია რომ გიჟები ხართო? ასე გახდა საჭირო რომ თუ ერთობა არ არის პრობლემებს ვერ აგვარებს რა. ის პროტესტი აუცილებლად უნდა იყოს რუსთაველზე, მე არ ფიქრობ რომ ეგ ყოველდღიური აქცია უნდა დაიშალოს, თუმცა ეს ხელს არ გუშლის რომ ალტერნატივები ვეძებოთ. ყველას გონია რომ რეგიონები არის ქოცების და არ არის ხალხო რეგიონები ქოცების. ალბათ სადღაც 85 უკვე პარლამენტამდე არის რაღაცა 105 თუ რაღაცა ეგრეთ. პირველი დღის მერე სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცოდი ავდგებოდი თუ არა მეორე დღეს, თუმცა თანამოაზრეებთან ერთად ესეთი აქტის საპროტესტო აქტის განხორციელება იმდენად მაგარი აღმოჩნდა, რომ გუნდის არც ერთი წევრი არ ვიყავით დაღლილი. აი ისე გამოვიარეთ და ისე გავამხნევეთ ერთმანეთი, რომ საერთოდ არ დავღლილვართ, აი საერთოდ. ძალიან გვაშინებდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად იქნებოდა პროვოკაციები, იმიტომ რომ რეგიონში როგორც წესი ესე არ ხდება. რეგიონში შენ თურმე ხმა საქართველოს მოქალაქემ, თუ მაინც და მაინც ქოცების ამომრჩეველი არ ხარ და ქოცი არ ხარ, თურმე ხმა არ უნდა ამოიღო, შენთვის უნდა იჯდე კუთხეში. სამშობლოს ღალატს უნდა უყურო ისე რომ ნერვი არ გაგიტოკდეს. ამას არიან მიჩვეულები და გვაფრთხილებდნენ რომ ჩვენ უნდა ყოფილიყავით ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ მოგვიწყობდნენ პროვოკაციებს. თუმცა არანაირი პროვოკაცია არ ყოფილა. თუ არ ჩართვით რაღაცა 5 მანქანა ალბათ ჯამში სადაც რაღაცა მოგვაძახეს და მერე თავქუდმოგრეჯილი გაიქცნენ. პოლიციელს კითხე, რომ ხომ არ გონიათ რომ გიჟები ვართ თქო და მითხრა რომ არ გგონია რომ გიჟები ხართო? თუ ესე რეგიონებში არ გახვედი, ვერ შეიგრძნობ რეგიონის დამოკიდებულებას. ყველას გონია, რომ რეგიონები არის ქოცების და არ არის ხალხო რეგიონები ქოცების. ერთმანეთს ვეკითხებოდით, რომ თუ ესეთი უკუკავშირი გვაქვს, მაშინ ანუ ვინ ყავს ამ ხალხს ამომრჩეველი? იმიტომ რომ არავინ აღარ ყავთ ამომრჩეველი ამ ქვეყანაში, არ არსებობს ძალა, რომელიც გვაიძულებს მოძალადე ხელისუფლებას, ხელისუფლების დანაშაულობები დავივიწყოთ, როცა ძვლებში გამტრევენ, დაპატიმრებულ ხელებშეკლულ ადამიანებს პირში აფურთხებენ, არ შეიძლება ესეთი ხელისუფლება იყოს სათავეში, ქვეყნის სათავეში. მეგობრებო, თავი შეაფარეთ ტვიმას! ჩვენ გაჩერდება. არ გოჩქარ, ხუთზე უნდა ვიყოთ კომიჭალაში. მადლობა. მადლობა. აიმე. მეგობრებო, ცოტა შევიდა. გადაივლის ოღონდ სწრაფად. ეგეთია. მე დამეჯერება ამ იმის გამოჩენაში. დრამა არის. გავჩერდებით. ჩანიშნეთ არჩევნები. არ გავჩერდებით. ჩანიშნეთ არჩევნები. არ გავჩერდებით. სიმაგია რა თუ უნდა თოვდეს. ცეცხლი ოლიგარქია. სან ოლიგარქია. ცეცხლი ოლიგარქია. ამ ჯგუფში არიან საქართველოს მოქალაქეების, სხვადასხვა ეთნოსის, რელიგიის შეხედულებების, პოლიტიკური შეხედულებების და ასე შემდეგ. და ესეც კიდევ ერთი ძალიან ფართო აქტია, რომ კი საქართველოს მრავალეთნიკურია, საქართველოს მრავალი რელიგია და კონფესია არსებობს და ეს არის ძალიან ძვირფასი რამე. რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთ პატარა აქციაზე
ვიდექით და წუხდით. და რაღაც მუხტი დავარდა, დავიღალეთ. და მაშინ ვლაპარაკობდით, რომ რაღაცნაირად ამ პროტესტში ყველა ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა გვაქვს. რომ დავარდა ეს ჩვენი ინდივიდუალურად ყველას ბრალი, ამიტომ ინდივიდუალურად უნდა ვიმოქმედოთ ყველამ, ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ. რატო ამბობენ ასე ხშირად, რომ ახალი საქართველო იბადება, ახალი საზოგადოება იბადება, იმიტომ რომ ზუსტად ეს ნაწილი შემოდის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის არა პირადი საქმისთვის, საერთო საქმისთვის. მე უბრალოდ არ ველოდები, რომ რაღაცა იმედი გამიჩნდეს შიგნით. უბრალოდ ვგრძნობ, რომ უნდა ვაკეთო ახლა ეს. არც იმაზე ვფიქრობ, ეს რა დროის განმავლობაში გაგრძელდება. უბრალოდ აქ და ახლა ვგრძნობ პირად პასუხისმგებლობას და ვგრძნობ შინაგანად იმას, რომ ჩემი საკეთებელია, ჩვენი საკეთებელია და უბრალოდ ვაკეთებთ იმას, რაც სწორად მიგვაჩნია და იმედია სწორია, რაც სწორად მიგვაჩნია. ჩემი აზრით რაღაც ხრივ მადლიერი უნდა ვიყოთ ამ ხანგრძლივი კრიზისის, რაშიც შეგვიყვანა ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ როცა კრიზისში ხარ, იძულებული ხარ იმპროვიზაციას მიმართო და ამ იმპროვიზაციას შეიძლება ახალი ისეთი ღირებული რაღაცები ისწავლო, რაც მერე გამოგადგება და ეხლა სწორედ მაგზას გავდივართ. ის პროტესტი აუცილებლად უნდა იყოს რუსთაველზე, მე არ ფიქრობ, რომ ეგ ყოველდღიური აქცია უნდა დაიშალოს, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, რომ ალტერნატივები ვეძებოთ და ერთ-ერთი ხა მე არ ვიცი, არ მახსენდება ესეთი მსვლელობა, რომ 100 კილომეტრი გაიაროთ ადამიანებს, რომ დედაქალაქამ ჩააღწიონ და ეს უკვე ერთი ახალი რაღაცა არის და მე ყოველთვის ესეთი პერსპექტივით უყურებ იმას, რომ აი რომელიმე სოფელში ერთი ადამიანის თავში თუ მაინც რაღაცა ჩავარდა, რამაც შეიძლება თუნდაც ეხა არა და 4 წლის მერე დააფიქროს არჩევნებზე, ეს უკვე არის ამ მარშის წარმატება და ღირდა ამის გაკეთებაც რა.